შემოგვერთა ვაკეში მდებარე წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის მსახური დეკანოზის საბა ჭიკაიძე. დილომშვიდობისა მამასაბა. დილომშვიდობის. დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. აიხარეთ. ძალიან საინტერესო მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბროთ, ეს არის მრისხანების ცოდვა. და საინტერესოა პირველ რიგში რომ განმარტოთ რა არის მრისხანება, ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც არ ჩავარდნილა ამ ცოდვაში, მისი ცხოვრების განმავლობაში. საინტერესოა რამდენად ვიაზრებთ ამას და ვხვდებით ჩვენი ცხოვრების განმავლობაში, მთელი ცხოვრება, რომ მრისხანების ცოდვაში ვართ, რა არის სინამდვილეში მრისხანება, რატომ არის ეს ჩვენთვის დამაზიანებელი, განმარტებას მოვისმენთ დიდი სამოვნებით თქვენგან. ერთმა გაგახაროთ, აქტუალური საკითხია ძალიან. იმიტომ რომ მართლა გვახასიათებს ადამიანებს, ხშირად გვახასიათებს. ჯერ დავიწყოთ საერთოდ იქიდან რა, რომ რა მოვლენა, ესე იგი ცალსახად დასაგმობია და უარსაყოფია თუ არ არის, რა წარმოშობა აქვს, საიდან მოვიდა საერთოდ ეს ადამიანში. მრისხანება მოგიხსენებათ, რომ ერთ-ერთ მომაკვდინებელ ნებად ითვლება. მაგრამ მოდი ისე ვთქვათ, თუ ის გადაიქცა ნებად, აი ამ შემთხვევაში. მრისხანება ღმერთისაგან ნაბუძები უნარია ადამიანისათვის, ისევე როგორც ბევრი სხვა უნარი და თვისება ადამიანისა, რომელიც კეთილგონიერად უნდა გამოიყენოს ადამიანმა და უნდა მიმართოს ბოროტების წინააღმდეგ. ბოროტების წინააღმდეგ უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავში. წმინდა მამები ხშირად ამბობენ და ესეთი ძალიან გავრცელებული ფრაზა არის, თქვენც მოსმენილი გექნებათ, რომ ეს უნარი, ეს თვისება მრისხანებისა, რომ გამოიყენებინათ ადამიანს და ევას სამოთხეში, ჩვენ დღეს სხვა რეალობა გვექნებოდა, ხო? უნდა გამოიყენებინათ იმ ბოროტის წინააღმდეგ, რომელიც მევიდა საცდონებლად, ან იმან რა გააკეთა, ნახეთ, რომ ღმერთში დააეჭვა. მე დავუკვირდით, მათ სრული უფლება ჰქონდათ, რომ ეს უნარი და ეს თვისება, რომელიც მათ ღმერთმა მისცა, რისხვისა, შეერისხათ ის ბოროტი ძალა, ის გველი რა და ეთქვათ, რომ რას ბედავ შენ, როგორ ბედავ, რომ ღმერთზე, რომელიც ჩვენი შემოქმედია, რომელმაც ამხელა სიყვარულით შეგვქონა ჩვენ, თავის ხატად და მსგავსად და მთელი ულამაზესი სამყარო ჩვენ შეგვიქმნა, შენ ცდილობ, რომ ღმერთზე დაგვაეჭვო, რომ ღმერთ ჩვენ არ უყვარვარ და ღმერთი ჩვენ რაღაცას გვიმალავს. რაღაცა ისეც, რომელიც ჩვენთვის სასარგებლოა, ხო? მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს. ნახეთ? თორემ მათ რომ ეს მრისხანების უნარი რომ შეერისხათ ის ბოროტი, რომ აი როგორც უფალი რისხავს, მე ხო გახსოვთ ალბათ, ხო? დიახ. განვეთ ჩემგან მართლუკუნ სატანა, სხვა შორის პეტრესაც კი მიმართავს უფალი ამ სიტყვებით, როდესაც პეტრე ცდილობს, რომ უფალს თავი შეაცოდოს, რომ არ წახვიდეო, ეხლა გეძიებდნო შენო ქვის დაკრება თუ ანუ ქვებით ჩაქოლვა უნდათო შენ ებრაელს შენ ისე იქ მიდიხარო და წარვეთ ჩემგან მართლუკუნ სატანა არაც რა ხვავო ღვთისას, არამედ კაცისასო საქმე რომელიც მამამ მომცავ არ აღვსრულო, ნახეთ აი ადამიანსაც კი რომელიც ბოროტის იარაღად იქცევა, რისხავს უფალი. რეალურად პეტრეს კი არ რისხავს იმ ეშმაკს, მაგრამ ეხლა რა კი პეტრე არის იმ დროს იმ ეშმაკის სიტყვის გამაჟღერებელი, პეტრესაც რისხავს და ეუბნება, რომ შენ ნუ გახდი მისი იარაღი. და ჭკვიანად იყავი. ნახეთ, კიდევ ერთხელ ვიტყვი რა, რომ თუ კი ადამიანი ამ უნარს იყენებს ცოდვის წინააღმდეგ, ხო? ძალიან წარემატება. მაგალითად, ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს ესეთ საოცარ სიტყვებს, რომ მრისხანე ადამიანიო, არ მახსოვს, გონი იონა აკროპირია, ზუსტად არ მახსოვს. მრისხანე ადამიანსო, გაცილებით მეტი საშუალება აქვს და შესაძლებლობა აქვს, რომ სწრაფად წარემატოს სულიერ ცხოვრებაშიო. თუ კი ის ამ თავის მრისხანების უნარს მიმართავსო უკეთურების და ცოდვის წინააღმდეგ, რომელიც მასშია დაბუდებული. თუ კი ის თავის ცოდვებს შერისხავს. იყო ესეთი წმინდა მამა ათონზე, რომელსაც უწოდებდნენ ეშმაკთა რისხვას. და ის სახეც რო ნახოთ, ახლა მისი ფოტოები არის შემორჩენილი. აი ესეთი მრისხანე სახე აქვს რა, რო აი მართლა რო ეშმაკსაც რო შეაშინებს რა ისეთი. მაგრამ რა თქმა უნდა, ახლა ის მრისხანე იყო ბოროტების მიმართ. ჩვენ თუ ვიქნებით მრისხანე ბოროტების მიმართ, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება. აი ნახეთ. თელი უბედურება რაში. ეს მარტო მრისხანების ნებას არ ეხება, მაგრამ დღეს რა კი მრისხანების ნებაზე საუბრობთ, ამიტომ მოდი ასე გავაკეთოთ აქცენტი, ხო რა აი
სად გადის ის ზღვარი, როდესაც ღვთისაგან ესეც შეკითხვა დავსვათ, როდესაც ღვთისაგან ნაბოძები უნარი, რომელიც შენ ღმერთმა სიკეთისთვის, შენი სულიერი რაღაცა წარმატებისთვის გიბოძა, ეს გიბოძა როგორც რაღაცა ერთგვარი სულიერი იმუნიტეტი, რომელმაც უნდა დაგიცვას შენ ცოდვის შემოტევისაგან, რომ შემოგიტევს ცოდვა, შერისხვის ცოდვა, უკუაგდო შენგან და დაიცვა შენი სული დაზიანებისაგან და დაბინძურებისაგან. ხო, ანუ ამისთვის გაქვს შენ მოცემული ეს მრისხანების უნარი, ხო, რეალურად. და სად გადის ის ზღვარი, როდესაც ღვთისაგან ნაბოძები ეს უნარი შეიძლება იქცეს მომაკვდინებელ ცოდვად. აი ნახეთ, აი საინტერესო შეკითხვაა, ხო? ისე როგორც სხვა დანარჩენ მომაკვდინებელ ნებებთან მიმართებაში. ეს ზღვარი გადის ჩემო ძვირფასებო სიყვარულზე. ნახეთ? როდესაც და სიყვარული რა არის? ღმერთი, ხო? ვინ არის? ესეც შეკითხვა შეგვიძლია დავსვათ, იმიტომ რომ ღმერთს ვინ შეკითხვა დაესმის და არა რა. სიყვარული თავად უფალია. თუ შენში უფალია, თუ შენში სიყვარულია, ტოლობის ნიშანი შეგვიძლია დავსვათ, ხო, შენ მაშინ ამ უნარს აუცილებლად სასიკეთოდ და აღსაშენებლად იყენებ საკუთარი თავისთვისაც და სხვისთვისაც. მაგალითად, სალოსები, ხო, ეხლა ჩვენ ყველას გაგვიგია, ხა მე მაგალითად ძალიან კარგად მახსოვს მამა გაბრიელიც, ჩვენი წმინდა გაბრიელ ბერი და მისი მოქმედებები მე ძალიან ბევრჯერ მეც გამბრაზებია. პირადად მე და რა ვიცი ეს მოყოლილიც მაქვს არაერთხელ ისე განმერისტა და ისე გამებრაზდა რომ დავბრკოლდი სერიოზულად, მაგრამ მე ერთი ორი კვირის მერე ისე ჩამიხუტა გულში რომ აი შემარცხვინა ძალიან, რომ აი დამანახა ჩემში არსებული ამპარტაონება, თავკერძობა, გაკითხვა და რა ვიცი ტირილით ყვდებოდი მე რომ მოვდიოდი რა, მაგრამ აი ნახეთ მამა გაბრიელის მრისხანება ჩემთვის სასიკეთო შედეგი გამოიყო, ნახეთ და რატო? იმიტომ რომ ეს მან უდიდესი სიყვარულით გააკეთა ჩემთან მიმართებაში. სალოსები და არა მხოლოდ სალოსები, აი ესეთი გამოცდილი და გამობრძმედელი წმინდა მამები ხშირად ესე იქცეოდნენ, ხშირად განგებ შეგნებულად ავლენდნენ მრისხანებას ამა თუ იმ სულიერი შვილის მიმართ, რომ რაღაცაში გამოეცადათ, რაღაცაში გამოეწრთოთ, დაემდაბლებინათ, საკუთარი ამპარტაონება დაენახვებინათ, როგორც მაგალითად ჩემთან მიმართებაში მოხდა, ხო? მაგრამ ამას ყოველთვის აი რაც არ უნდა სულიერი ადამიანი გარეგნულად მრისხანე ჩანდეს და რაღაც მომენტში გამოხატავდეს ამ მრისხანებას, ეს ყველაფერი შიგნიდან უდიდესი სიყვარულიდან არის ნაკარნახევი და მის სულში, სულის სიღრმეში უდიდესი სიმშვიდე სუფევს, ღვთიური. და ყოველთვის ამიტომაც მის მოქმედებას სასიკეთო შედეგი მოსდევს. და საღვთო შედეგი მოსდევს, იმიტომ რომ ის სიყვარულიდან ნაკარნახევი მოქმედება, ისევე როგორც მოდი პირდაპირ თამამად შეგვიძლია ჩვენ პარალელი გავავლოთ ამ შემთხვევაში, როგორც ღმერთის რისხვა, ხო? ვიცი ჩვენ რომ ანუ ადამიანი ხო ღმერთის ხატად არის შექმნილი. ადამიანში არანაირი თვისება არ არის, ისეთი რაც ღვთისა არ არის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, დამღუპველი ხდება ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ადამიანი ამ თვისებებს იყენებს ეგოისტურად. როდესაც სიყვარულიდან აღარ იყენებს, როცა სიყვარული აღარ არის მამოტივირებელი, მამოძრავებელი ძალა ადამიანისა, მაშინ თვითონ ადამიანსაც ანგრევს და მის გარშემო ყოფილსაც ანგრევს და ეხა მრისხანება ერთ-ერთი ისეთი თვისებაა, რომელიც ძალიან დამანგრევია, ამიტომაც არის შეტანილი მომაკვდინებელ ცოდვათა სიაში, ხო? ის ფიზიკური გაგებითაც, პირდაპირი გაგებითაც მომაკვდინებელი შეიძლება აღმოჩნდეს და ჩვენ უამრავი შემთხვევა ვიცით ესეთი, როდესაც განრისხებულ მდგომარეობაში ერთ ადამიანს მეორე მოუკლია და გაუმეტებია, ხო? მაგრამ აი კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ კი სიყვარული არის, ესეთ შემთხვევაში ის სიყვარული, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს, არასადა დავარდებისო. ანუ არსად არ ეშლება სიყვარულს, იცის ყოველთვის სად როგორ უნდა იმოქმედოს, იმ სიყვარულმა იცის, როდის უნდა გამოიყენოს ის მრისხანება და რა მიმართულებით, ვისთან, რა დოზით, ისე რომ არათუ დამანგრეველი არ აღმოჩნდეს ადამიანისთვის, არამედ პირიქით აღსაშენებელი აღმოჩნდეს სულიერად და განკურნებელი რა და ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ადამიანი როგორ იყენებს ღვთისაგან ნაბოძებ ამ თვისებას, რა მიმართულებით იყენებს. ეხლა ნახეთ. როდესაც ადამიანი, ჩვენ მაგალითად ხშირად გვინახავს ეს შემთხვევები, როდესაც და პირადად ჩვენც გამგიცდია, მე არაერთხელ სამწუხაროდ არც დღეს არა ვარ თავისუფალი ამნებისაგან და
განრისხებულ ვართ, ხო? აი კამათია მაგალითად ოჯახში, ხშირ შემთხვევაში, ხო, თქვა მეუღლეებს შორის, ხო, აი რაც ყველაზე ისეთი თვალსაჩინოა და ხშირი შემთხვევაა ხოლმე, ხო? აი რა ხდება ამ დროს ესე აი ანატომია რო განვიხილოთ აი ამ კონფლიქტის რა. დიახ. ერთმანეთს ებრძვის ორი სუბიექტური სიმართლე. ხო ასე? ანუ სულსაც გონია თავი მართალი, დროშა უჭირავს ხელში ამ სიმართლის და ქმარსაც. და მიდის ხმალაობა ამ სიმართლის დროშებით, რომ არა მე ვარ მართალი, არა მე ვარ მართალი, მეორე მხარეც იწევს. უცნაური რა არის, იცით რომ შეიძლება და ხშირად ესეც არის ყოველთვის რა. ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად რომ ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე. დიახ. მართლა აქვს ორივე მხარეს თავისი სიმართლე, ოღონდ სუბიექტურია სიმართლე. ანუ რაც ნიშნავს სუბიექტური სიმართლე, მოდი ესეც გამარტოთ, ხო? როდესაც შენ იცი რომ მართალი ხარ, აი ნამდვილად იცი რომ მართალი ხარ, რა, იმ კონკრეტულ საკითხში რა და ისე ედავები ადამიანს. მაგრამ აი ნახეთ, აი სად გვეპარება ამ დროს ეშმაკი რა. იგივე სულფრის კონფლიქტი რო განვიხილოთ, აქ ყველაზე ნათლად გამოჩნდება ეს ყველაფერი, ნახეთ. კი აქვს თავის სუბიექტური სიმართლე, ცალკე ერთ მხარეს, ცალკე მეორე მხარეს, მაგრამ რეალურად სიმართლე რა შემდგომარეობს? მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთი უნდა დაზოგონ, ერთმანეთი არ უნდა დააზიანონ. სიმართლე სიყვარულშია და როცა ეს სიყვარული სადღაც ქრება და მეათე პლანზე გადადის უკანა მხარეს, იმ დროს შენი სუბიექტური სიმართლე ობიექტურობას კარგავს და ხდება უკვე ტყუილი და ცოდვა, იმიტომ რომ შენ თუ შენი სიმართლით ადამიანი მოკალი და დააზიანე, რა ჯანდაბად გინდა ეს სიმართლე? თუ შენი პირადი სუბიექტური სიმართლით ყველაზე დიდი სიმართლე რაც არის თქვენ შორის ერთობა და სიყვარული ეს გააფუჭა და ეს დააზიანე, რა თქინდა მაშინ ეგეთ სიმართლე? რა ფასი აქვს შენს პირად სიმართლეს და ამიტომაც არის რომ მე ხშირად მithქვამს ხოლმე სულფრისთვის რომ სიმართლის დროშით ინგრევა ხშირ შემთხვევებში ძალიან ოჯახები. გონია ერთხელ ეს თავი მართალი, მეორესაც ამ დროს სიმართლე იმაშია რომ დათმე შედაუცილ. აი მაგალითად წმინდანები ამბობენ რომ კონფლიქტის დროსო პირველი ის თმობსო ვისთვისაც უფრო ძვირფასია ურთიერთობა. და რა ის ვინც მოთმინებასაც თავისი ზღვარი აქვს ალბათ მამაცამ. როდესაც როგორც არის რომ ანუ გაზაფხულს ერთი მერცხალი ვერ მოიყვანს შესაბამისად თუ მცდელობა არ არის რომ ორივემ შეინარჩუნოს ეს მდგომარეობა, ხო ასეთ შემთხვევაში ისევე როგორც ვფიქრობ სიმართლე მაინც ერთია, უბრალოდ ორივე ცდილობს თავისებურად დაიცვას ეს ერთმა სიმართლე და მეორემ ასე ვთქვათ თავისი თავი გაიმართლოს. ჩემი შეხედულება ასეთია და აი როგორ ფიქრობ მამაცაბა, როდესაც არის ასეთი ურთიერთობა, არა მხოლოდ ოჯახში, შეიძლება ეს სამსახურიც იყოს ვთქვათ და მეზობლებს შორის და ასე შემდეგ, ხო არ აქვს მნიშვნელობა. როდესაც გამოხატული არის მრისხანება. როგორი არის მიდგომა, როგორი არის სწავლება, ვთქვათ, შეიძლება ერთხელ დაითმინო, ორჯერ დაითმინო. ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, ხშირად გვსმენია ასევე ისიც, რომ ახლა განრისხდა და არ იცის რას ლაპარაკობს, მაგრამ ხო იცი რომ გულით სულ სხვა შთაბეჭდილება აქვს და შეხედულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, მაგრამ ეს სისტემატიურად შეიძლება მეორდებოდეს. აი როგორი უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში სწავლება და დარიგება მინდა მამის მხრიდან. ველოდი ამ შეკითხვას უფრო ველოდი დროული იყო. დასაწყისიდან დავიწყოთ, რითიც ახსენე თავიდან რა, რომ აიო ხო არსებობს რაღაც ზღვარი, ხო? უფალი გვეუბნება ესეთ საოცარ სიტყვებს. რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვრდეს. ნახე მე ერთ სიყურადღება. გავიხსენოთ სხვა სიტყვაც უფლისა, როდესაც ეკითხებიან მას, რომ რამდენჯერ ვაპატიო ჩემ ძმასო? 7ჯერო? აი 7-იც ებევრა რა, ეხლა იმას ვინც იკითხა რა, რომ 7 რა ამბავია, ხო და უფალი ეუბნება რას, ნახე 70-ჯერ 7ჯერო. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ უნდა დათვალო ეხლა შენ რამდენია და გადაამრავლო, არა. უსასრულო თუ გეუბნება. სულ აპატიო. ეხლა მოდი ჩვენ შევხედოთ ეხლა ღმერთის გადმოსახედიდან რა. ღმერთს ჩვენ მუდმივად განვარისხებთ მთელი ცხოვრების განმავლობაში, ყოველი ჩვენი ცოდვით. მაგრამ ნახეთ აი რაზეც საუბრობდი, იმის გამო რომ ღმერთი უსაზღვრო სიყვარულია
და ღმერთი ყოველთვის სიყვარულიდან მოქმედებს ჩვენთან მიმართებაში. როდისმე გვექცევა ისე როგორც ჩვენ იმსახურებთ, ერთი წმინდა მამამ ღმერთი უსამართლოა. უსამართლო რა თქმა უნდა ეს იმ გაგებით რა რომ ზესამართლიანი. სამართლიანობაზე მაღლა დგას სიყვარული. სიყვარული არა ლოგიკურია, ჩემოსო. სიყვარული არ არის რაღაცა, აი მითხარი მე შენ ახლა ამიხსენი, რომელ ლოგიკაში ჭდება, როდესაც შვილი ამწარებს დედას, მამას, თავისი ქცევებით, ნარკომანია, ლოთობს, თამაშობს, შეურაცხყოფას აყენებს მშობლებს მუდმივად და აქცია და გააუბედურა მატერიალურად. ხო და ამ დროს, არა, სხვა რამეს ვამბობ, ნახე გიგი რომ აკი შეgabrაზებით ბევრჯერ გაბრაზდება შეიძლება ის, მაგრამ არასოდეს გულიდან არ იგლიჯავს. ყოველთვის უყვარს. შეიძლება ფიზიკურადაც შეეხოს შვილი მშობლად. გამარჯობა შენი. ეგ არის სიყვარული. ნახე? სიყვარულის ერთადერთი სწორი ფორმა არის უპირობო სიყვარული. სადაც პირობაა, იქ უკვე ანგარება. თუ ესე მოიქცევი, მაშინ მეყვარები. ხვდები? თუ ესე არ მოიქცევი, არ მეყვარები. ამას უკვე სიყვარული აღარ ქვია. აი მაგალითად ერთ წმინდა მამამ ამბობს ამაზად, რა როცა ადამიანი გიყვარსო, შენ თავ შეეკითხე, რატო გიყვარსო? და თუ ამ შეკითხვაზე პასუხი გაეციო, ეს უკვე ანგარებაა, უცოდე. და აი როცა არ იცი რატო გიყვარს? აი როცა ყველანაირად ცუდად იქცევა შენთან მიმართებაში, შენ მაინც გიყვარს, აი მაგას ქვია სიყვარული. ესეთი არალოგიკური, უპირობო, ამოუხსნელი სიყვარული თუ უყვარვართ ღმერთს. ამას ქვია ნამდვილი სიყვარული. ისევე როგორც დედას უყვარს უპირობოდ თავისი შვილი. ანუ როცა ჩვენ უფალი გვეუბნება, რომ უსასრულოდ მოუთბინე, უსასრულოდ აპატიე, ვინც ბოლომდე დაითმენს ის ხონდება, ამას უფალი ესე ლოზუნგივით კი არ გვესწრის, თვითონ ესე იქცევა ჩვენთან მიმართებაში. მთელი ჩვენი ცხოვრება ადასტურებს ამას და ქრისტეს 33 წლიანი ამ ქვეყნიური ცხოვრებაც ამის დასტურია, რომ თავის ჯვარცმელებისთვისაც კი ილოცა ბოლოს ჯვარზე გაკრულმა და სასიკვდილოდ განწირულმა, რომ აპატიე ღმერთო არ იციან რა საკეთებენ. ნახეთ და ამაშია ზუსტად საქმე, რომ აი ნახეთ, აი ძალიან სწორი შეკითხვა დასვის შენ სოფო, რომ აი ეს არის ზუსტად ხშირ შემთხვევაში დამანგრეველი, აი ეკედან უძურება ადამიანს ეშმაკი, რომ ბოლო როდემდე უნდა მოითბინო, ხვდები? რომ აი ადამიანს საკუთარ თავს აცოდებს, რა, რომ ნუ ეხლა როდემდე უნდა უთბინო, ეხლა ამ დეგენერატს. როდემდე უნდა აშლევინო ნერვები, რა. რატომ უნდა შეწირო თავი? რატო შეგწირა ვენთმა თავი? არ ვიყავით დეგენერატები? ვიყავით ღირსი ჩვენ იმისა, რომ მე ჩვენთვის თავი გაეწირა? ამა მითხარი, სად არის აქ ლოგიკა? იმიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ სიგიჟეაო. სიცოფეაო ესო. ჯვარცმული ღმერთი ადამიანისთვის, ქმნილებისთვის თავგანწირული შემოქმედი, ეს ადამიანის გონებაში არ ჯდება. ჩვენ რაც ლაპარაკობთ, ერთხელ მოუთმენთ, მეორედ მოუთმენთ და მესამედ აღარ უთმენთ, უკვე გავწირავთ. მაგრამ ღმერთი ითმენს უსასრულოდ. აი ამაშია მთელი სიყვარული, იმიტომ რომ იმას სიყვარულის ზაფი და მოთმინების ზაფი არასოდეს არ უწყდება. და კიდევ ერთხელ ვიტყვი, თუ ის ოდესმე მრისხანებას გამოხატავს ჩვენს მიმართ, ეს ყოველთვის პედაგოგიურია მისი მხრიდან. ყოველთვის აღმზრდელობითია, ყოველთვის რაღაცისთვის ხდება და უდიდესი სიყვარულიდან გამომდინარე და თითოეულმა ჩვენგანმა ვიცით ეს ჩვენი საკუთარი გამოცდილებით, რომ ამას ყოველთვის დადებითი შედეგი მოაქვს. გინდა ერთთან მიმართებაში, ხო? ეხლა ჟამთა აღწერილი საქართველოს ისტორიისა ძალიან ისე კარგად აღწერს ამ ისტორიას, ხო? და ძალიან პირუთვნელად ამბობს, რომ ყოველთვის მათრახი იყო ღმერთის ხელში ესა თუ ის დამპყრობელი და მტერი. იმიტომ კი არ მოუშვებდა ჩვენს მიმართ, რომ აი ესე მოეშალა ნერვები, რომ აი ახლა მე თქვენ დაგჟით, არა, გამოსაფხიზლებლად. იმიტომ რომ სხვა ვერაფერი ვეღარ გვაფხიზლებდა ჩვენ, სხვა ვერაფერი ვეღარ კრავდა. მშვიდობიანობის დროს ხშირ შემთხვევაში ჩვენ ერთმანეთის ჭამაზე გადავდიოდით. დიახ. როგორც კი საერთო მტერი გამოჩნდებოდა, მაშინ გონს მოვეგებოდით, ღმერთსკენ ტრიალდებოდით და გვახსენდებოდა, რომ ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდეთ. ამიტომ უშვებდა და ამიტომაც ყოველთვის შედეგი მოქონდა ამას. იმიტომ რომ ეს ღმერთის უსაზღვრო სიყვარულიდან გამომდინარე დაშვება იყო და არა ის რომ გაბრაზდა ეხა და გულს გარეთ უნდა რომ შე რაღაცა გაგიკეთე. არა. ამიტომაც არის რომ ნახე ჩვენი თემა რა არის, რა ეს ძალიან დიდი თემაა ეხა ჩვენი გადაცემა ამას არ ეყოფა, მაგრამ აი რასაც ვასწრებთ რომ ის რო თქვათ რომ აი რატომ ხდება ხოლმე რა რომ ჩვენთვის ეს მომაკვდინებელ ცოდად იქცევა თავიდან ვთქვი და ეხაც გავამეორებ, იმიტომ რომ სიყვარულზე გადის წყალგამყოფი. შენ როგორც კი სიყვარული გაგეპარება სადღაც და დაგეკარგება, აუცილებლად ეგოიზმიდან და თავკერძობიდან მოქმედებს შენი პირადი
შელახული თავმოყარეობიდან მოქმედებ. და როგორც კი შენი თავმოყარეობიდან, შენი ეგოდან მოქმედებ, მაშინვე ის თვისება, რაც არ უნდა იყოს, დამღუპველი და მომაკვდინებელი ხდება, ცოდვად იქცევა, ვნებად იქცევა თვისება, რომელიც ღმერთმა სულიერი იმუნიტეტისთვის მოგანიჭა. ასე ვთქვათ, ანუ თავმოყარეობაზე არ იყოს მან მამასაბა საუბარი, შეიძლება ადამიანი ფსიქოემოციურად იმდენად იყოს უკვე დათრგუნული ამ ყველაფრისგან, რომ შესაბამისად ვეღარ პოვოს გამოსავალი. იცით რა მაინტერესებს მამასაბა? როდესაც ადამიანი მრისხანებაშია და ვთქვათ, მერე ასე ვთქვათ, პატიება ითხოვა, რომ მიუტევოთ როგორ რაც ჩაიდინა და ასე შემდეგ და აპატიეს მას, ასე ვთქვათ. შემდგომ შეიძლება ეს აღარც გაიხსენოს არც ერთმა, არც მეორემ. ასეთ შემთხვევაში ადამიანმა უნდა თქვას თუ არა ახსარებაში ეს აუცილებლად უნდა თქვას. ფაქტი. აუცილებლად უნდა თქვას, იმიტომ რომ შეიძლება იმ ადამიანებს შორის მოგვარდა ეს კონფლიქტი და აპატიეს ერთმანეთს, მაგრამ ის ცოდვა, როგორც ფაქტი, ხომ დარჩა მის სულში, რომ მან ეს ცოდვა ჩაიდინა. კი შეიძლება შემდეგ დაალაგეს მათ ეს ურთიერთობა ერთმანეთში, მაგრამ ეს ცოდვა მახვილ ჩაიდინა, ეს ცოდვა ხომ მის სინდის ძევს. და ეს აუცილებლად უნდა ამოთქვას და უნდა აღიაროს მახვილის წინაშე და მოძღვრის წინაშე, რომ მამაო, უფალო, მე შევცოდე, მე ეს გავაკეთე. კი, იმ ადამიანმა ეყო დიდ სულოვნება და აპატია და ჩვენ გავარკვიეთ ურთიერთობა, მაგრამ მე ხომ შევცოდე. ხომ შეიძლება და მას არ ეპატიებინა ჩემთვის. ხო შეიძლება და ვერ მორეულდა ის თავის თავს. და ამასაც არ აქვს მნიშვნელობა, რომც მორეულდა, აი ზუსტად ღმერთთან, ჩვენ რო ღმერთის წინაშე ვცოდავთ, ჩვენ ზუსტად ვიცით, წინასწარ ვიცით, რომ ყველაფერს კვატიებს. ყველაფერს კვატიებს, იმიტომ რომ ღმერთი აღმატებულია ყველა ჩვენ ცოდვაზე. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ეს სინანული, ჩვენთვის არის აუცილებელი, რომ ჩვენი სინდისი გათავისუფლდეს ღვთის წინაშე და ჩვენ შევძლოთ მასთან ერთად კომფორტულად ყოფნა. თორე ღმერთი წინასწარ სანამ დავიბადებით, მანამდე იცის რა შევცოდოთ. მაგრამ ჩვენთვის არის ეს აუცილებელი სინანული, ჩვენ გვჭირდება. აღიარება, აღმოთქმა, ახსარება ჩვენთვის არის ეს აუცილებელი. ამიტომ აი ეს ყოლა და აუცილებელი, რომ ეს მაინც თქვა და მაინც ამოიღო გულიდან ეს ყველაფერი და აუცილებელი თემა. ეს ყველაფერი მამასაბარაზეც საუბრობთ. არის ადამიანის ზოგადად თვისებებში, ხასიათში თუ შესაძლებელია ცხოვრების რაოდენობაში გამოცდილებიდან გამომდინარე ამ ყველაფრის სწავლა, სულიერი მოძღვრის დახმარებით, გარშემოყოფი ადამიანების დახმარებით. ერთიც არის და მეორეც. ზოგადად ადამიანები ტემპერამენტით განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ხო, თავიანთი შინაგანი თვისებებით. ახლა ზოგი მაგალითად, ხო, ბუნებრივად მშვიდი იბადება. დიახ. ზოგი უფრო ფიცხია. ესმის და ის სიფიცხე უფრო სწრაფად ანთებს მას და უცებ ვარდება, ვთქვათ, ამ მრისხანებაში. მაგრამ ნახეთ ერთი რამე არ უნდა გამოგჩეს ჩვენ, აი მე ხო სიყვარულზე ვლაპარაკობდი, მაგალითად სიმშვიდე სიყვარულის გარეშე რა არის? გულგრილობა, ხო ასე? დიახ. იმიტომ რომ გულგრილობით ადამიანებმა ქრისტე ჯვარზე გააკრეს, ხო? გულგრილი დუმილი იყო ყველაზე დიდი უბედურება, რამაც ქრისტე ჯვარზე გააკრა ადამიანების, ხო? სიყვარულის გარეშე ასევე მრისხანება, მომაკვდინებელი ცოდვა, მაგრამ სიყვარულთან ერთად უდიდესი საღვთო თვისება, რომელიც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღმერთისაგან ნაბუძები თვისებები ჩვენ სწორად გამოვიყენოთ სიყვარულით. ძალიან დიდი მადლობა მამასაბა მოგზაურობისთვის.